საჩხერეში მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიზნესის განვითარების ოფიცერმა ლაშა ქაშაკაშვილმა და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის მონიტორინგის მენეჯერმა კახაბერ აბჟანდაძემ მეწარმეებს და წარმოებით დაინტერესებულ მოქალაქეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა საჩხერის კინოს სახლში გაიმართა. მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება გარდა თბილისისა ეს პროექტი და გულისხმობს რეგიონებში ეკონომიკურ ზრდას, მცირე და მიკრობიზნესის ხელშეწყობას, რომ მთელი აქტივობები თბილისში არ იყოს თავმოყრილი, ესე ვთქვათ. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო სხვადასხვა მიმართულებით კითხვები, იყო აქტივობა. ეს შეხვედრა პირველი არ არის საჩხერეში და ამას გარდა ჩვენ ფლაიერების საშუალებით, ინფორმაციის საშუალებით ადგილზეც, სოფლებშიც, თემებშიც ვაცნობთ ამ პროექტის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას. მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს საკუთარი ბიზნეს იდეა რეალობად აქციონ და მისი განხორციელებისთვის სახელმწიფოსგან 5,000 ლარამდე დაფინანსება მიიღონ. პროგრამაში ჩართვისთვის ბიზნეს იდეის რეგისტრაცია პროგრამის ვებგვერდზე ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. ვებგვერდზე ასევე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ. ვებგვერდზე ბიზნეს იდეის განაცხადის დაფიქსირება არის საკმაოდ მარტივი. ამ შემთხვევაში რეგისტრაცია ხდება მხოლოდ იმეილის და პაროლის საშუალებით, ანუ თავიდანვე რეგისტრაციას ქართული წერტილი G-ზე გაივლის იმეილით და პაროლით, სადაც დაარეგისტრირებს პირად მონაცემებს, ასევე ბიზნესის შესახებ ინფორმაციას, ასევე ბიზნესის განვითარების ადგილს, ტერიტორიას, სადაც უნდა გააფართოვოს და ან წამოიწყოს თავისი ბიზნესი. შეხვედრას საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი და სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივები დაინტერესდნენ პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეის დაფინანსებისას რომელ დარგებს მიენიჭება უპირატესობა. მათ განემარტათ, რომ პროგრამის პრიორიტეტი წარმოების ხელშეწყობაა, ამიტომ წარდგენილი ბიზნეს პროექტების დაფინანსებისას უპირატესობა პროდუქტის წარმოების იდეას მიენიჭება, გაცილებით ნაკლები ქულით შეფასდება გაყიდვა და სოფლის მეურნეობა. ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ და ძალიან სასარგებლო იქნება და რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ცოტა უფრო სხვა პროგრამა იქნება ალბათ საჭირო, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამები და ფერმერული პროგრამები გავიდეს და განხორციელდეს. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამით გავიმარჯვეთ, გადავედით ეტაპებზე და მივიღეთ დაფინანსება 11,600 ლარის ოდენობით. ჩვენი თანამონაწილეობა იყო 2,500 ლარი 20%-ის შესაბამისად. შექმნით სასათბურე მეურნეობა სოფელ ჩიხაში. მე როგორც უკვე დაფინანსებული, მე აღარ მაქვს უფლება შემდეგი მეორე ტურში მივიღო მონაწილეობა, ასე რომ ყველას ურჩევ მიიღოს მონაწილეობა და განავითაროს წარმოება. კონკურსში ჩართვის საშუალება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც არ არის საჯარო მოხელე. პროგრამის ოფიცრებმა აღნიშნეს, რომ ბიზნეს იდეების კონკურსში გარკვეული უპირატესობა უკვე გამოცდილი მეწარმეების, ქალების და ახალგაზრდების ინიციატივას მიენიჭება. პროგრამა მოიცავს მეწარმეების როგორც ფინანსურ, ისე საინფორმაციო, საკონსულტაციო მხარდაჭერას. მინდა აღნიშნო, რომ საინტერესოა იმ კუთხით, რომ დაინტერესებული პირები, ვისაც აქვს საკუთარი არსებული ბიზნესი ან არიან ეგრეთ წოდებულ საწყის ეტაპზე და ჭირდებათ გარკვეული თანხა იმისათვის, რომ თავიანთი საქმიანობა სწორად წარმართონ და ასევე გათვლა აქვთ იმაზე, რომ დაასაქმო რამოდენიმე ადამიანი ეს პროექტი და ეს დაფინანსება ხელშეუწყობს მათ საქმიანობას. ჩემთვისაც საინტერესო იყო და ყოფი დამსწრების საზოგადოებისთვისაც ინტერესია ზოგადად სოფლებში მე დაინტერესებულ პირსაც ველოდი დღეს, რომ დაესწრებოდა ამ პრეზენტაციას, თუმცა ვფიქრობ, რომ ინფორმაცია მალე გავრცელდება და შედეგიც საკმაოდ კარგი გვექნება. მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2015 წლის მარტიდან ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. პირველ ეტაპზე იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 326 ბენეფიციარი გამოვლინდა. აქედან 10 ბიზნეს იდეა საჩხერეში დაფინანსდა. მეორე ეტაპზე 1500-მდე ბენეფიციარის დაფინანსება და 3000-მდე მეწარმის გადამზადება იგეგმება. მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების ვადა 2017 წლის მაისამდეა გაწერილი.